ყველა ტკივილი, რაც ცხოვრებაში მე მიღია, საჭირო იყო. ყველა ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იმიტომ გამოჩნდა, რომ ტკივილი მოეტანა ჩემთვის, მათ არ გამსჭი. არ მაქვს ბრაზი მათ მიმართ. გავაცნობიერე, როგორი შაბლონებით მოქმედებდნენ ისინი. და როდესაც ეს დავინახე, მივხვდი, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი. მადლიერი ვარ ყველა იმ დაბრკოლებით, რომელიც ჩემი ცხოვრების გზაზე ეკლებივით მევლინებოდა. ეს დაბრკოლებები ჩემ შიგნით დიდ ქარიშხალს აღვიძებდა. ქარიშხალს, რომელიც ყურში მუდმივად ჩამჩულჩულებდა, რომ დავნებებულიყავი. მადლიერი ვარ, რადგან სხვანაირად ვერ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ. მესმის ძნელია დაინახო. მესმის შეიძლება დიდ ტკივილს გრძნობ, შეიძლება დიდი იმედგაცრუებას გრძნობ. მაგრამ რაც არ უნდა ხდებოდეს შენს ცხოვრებაში, ეს იმიტომ ხდება, რომ დაჯდე და საკუთარ თავს შეკითხვები დაუსვა. შეკითხვები, რომლის პასუხებიც შეიძლება ძალიან მძიმე იყოს. ეს იმიტომ ხდება, რომ შეიცნო საკუთარი თავი. დავუახლოვდე მას, დააფასო და შეიყვარო. და თუ ამას აიგნორებ, იცი რა ხდება? ეს ტკივილი ისევ და ისევ მეორდება. სადაც არ უნდა წახვიდე, უკან მოყვება და არ გასვენებს. და ბოლოს იტყვი, დავიღალე. იღლები, სული გეღლება და თითქოს შენი სხეულიც კვდება. ამიტომ უნდა დაიწყო თვითშემეცნება.